დაუბრუნდეთ ისევ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის ხდომა გაიმართა ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პერიოდში 6 ქართველ სპორტსმენს სტიპენდია დაუწესდათ. მათ შორისაა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, მსოფლიოს ჩემპიონები ეთერლი პარტელიანი და გიორგი სარდალაშვილი, ასევე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი რამაზ ზოიძე. ხუთი საკითხი ეს წესრიგში ყველასაფერი გავიარეთ ჩვენ. ძირითადად რა თქმა უნდა იყო ეს პირველი საკითხი, რომელიც ეხებოდა ოლიმპიურ თამაშებს. ეს არის ახალგაზრდა ოლიმპიური თამაშების სენეგალში, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზება არის და მეოთხე ჩატარდება ოლიმპიური კომიტეტის და სოლიდარობის პროგრამით სტიპენდიები ენიშნება სპორტსმენებს, რომელიც ემზადებიან ოლიმპიურ თამაშებზე. ეს არის ლოს-ანჯელესის 28 წლის ოლიმპიური თამაშები, სადაც ხელს უწყობთ და ჩვენს შევიტანეთ განაცხადი და 6 სპორტსმენი მიიღებს ამ სტიპენდიას. გახარებული ვართ, რა თქმა უნდა, სპორტსმენები ამ ყველაფრისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გვერდში დგომა, ასევე მხარდაჭერა და ყველანაირად ვეცდებით, რომ ოლიმპიადისთვის მოვემზადოთ ძალიან კარგად და ოლიმპიადაზე ვიასპარეზოთ უმაღლეს ფორმაში.